მომკავშირმა უბრალოდ კომიტეტმა გამოაცხადა კონკურსი სწორედ ასეთი თემით მეგობრობის მემორიალი წითელ ხიდთან. იყო რა თქმა უნდა თარიღი დაწესებული დრო ამისთვის პრემია და ასე შემდეგ დაიბეჭდა ტექსტი გამოქვეყნდა თქვათ დავალების შესრულების მანერა რამდენ პლანშეტზე თქვათ ან რა ფორმით თქვათ მეტალში იქნებოდა ქანდაკება გაკეთებული თუ არქიტექტურა ყველაფერი ნათქვამი იყო იმისათვის რომ ჩვენ გაგვადვილდებოდა ამ პროექტზე მუშაობა. კონკურსში ბევრი მონაწილე იყო, ძირითადად ადგილობრივები. რა თქმა უნდა ჩვენ ბატონ გიასთან ერთად გვქონდა ხოლმე საუბარი იმის შესახებ თქვათ. რა მიმართულებით წავიდეთ, რა გავაკეთოთ. იყო ასეთი აზრი, რომ უნდა გავაკეთებინა ვაზი, რომელიც თქვათ რაღაცაზე ადის, თქვათ რაღაც საყრდენზე, ჭიგოზე, თქვათ ან ხე უნდა გავაკეთებინა ისეთი, რომელსაც მეგობრობის სიმბოლო გამხდარიყო. და ასე ნელ-ნელად მივდიოდით წინ. მთელი კომპოზიცია ამ ქანდაკების გარშემო გაკეთებული მუზეუმიც იყო შიგნით ამ შენობაში ეს კიბეები მონუმენტალურად ადიოდა ამ მთაზე შემდეგ იქიდან გადმოსახედი იყო მოკლედ რა ვიციო ისეთი იყო მთელი კომპოზიცია გაკეთდა რაშია იცით საქმე ნახაზებში რა გამოჩნდებოდა პატარა მასშტაბით მე მუშაობის პროცესში ძალიან ბევრი რამე გამოჩნდა ისეთი რომ მუშაობის პროცესში რაღაც შესწორებები შედიოდა აუცილებლად ეს არის უპირველეს ყოვლისა არქიტექტურულ სკულპტურული კომპოზიცია აი ესე არქიტექტურულ სკულპტურული და არა სკულპტურულ არქიტექტურული ჩვენს რაღაც მონუმენტი უნდა გავკეთებინა ისეთი რომ შორიდანაც გამოჩნდებოდა რომ უახლოვდები საქართველოს უნდა ჩანდეს რაღაცა ისეთი საინტერესო მოცულობა რომელიც გამონათებული იყო სიბნელეში და ყველა მიხვდებოდა რომ აი მოვდივართ აზერბაიჯანიდან და შევდივართ საქართველოში და რაღაც ჯვრის ფორმა ჰქონდა სხვათა შორის ესეთი საზღვრული რომ მაინც აზერბაიჯანიდან შემომწველ გზავს ან იგივე იყო აქედან რომ გადიოდი აზერბაიჯანში ისე მაცხენა მხარეს რჩებოდა ეს ბორცვი ბეტონის რკალით როცა საქართველოსდან მიდის ის მონუმენტი იხსნება კი ზურგით იყო ქართველი კი საქართველოსკენ კი გახსნილი იყო აზერბაიჯანის ასომხეთის მიმართულებით ანუ უფრო საქართველოს ხო, ყოველ შემთხვევაში რაღაცის მასპინძელი იყო და ზელის მოვალეობას აი ეს არის იდეური ამ მონუმენტს ზურგს უმაგრებდა მთლიანად საქართველო. ასე. არ მეკითხია. ყოველ წელიწადს ტარდებოდა ეს მეგობრობის შეხვედრები და სასწაულები ტარდებოდა. რა მეგობრობის აღსანიშნავად ოწლიურად რესპუბლიკების ამერიკაში აი მეგობრობის და ძმობის ურყევობის ხაზგასასმელა ამისთვის ნუ ეხლა სუფთა საბჭოთა იდეოლოგიის ის იყო რა ქვია რა ჩვენი ყოფილი ხარდამ შეხვედრებზე თვითონ და ანუ ვინ მოვიდა მაგალითად პოლიტიკოსები თუ რაღაცა ფოლკლორისტული ამბავი კონცერტები ახალგაზრდების შეხვედრები იყო ეხლა რა არის იცი ჩვენ უკვე სხვა ასაკში ვიყავით უკვე პრინციპში და ახალგაზრდები კომკავშირლები ჩვენ კომკავშირის ასაკიდან გამოსულები ვიყავით სხვა ის ახალგაზრდები ხვდებოდნენ ერთმანეთს და ალბათ ერთმანეთში ძალიან საინტერესო საუბრებიც ჰქონდათ და ურთიერთობაც ნორმალური უნდა იყოს ხელმისაწვდომი დამთვალიერებლისთვის ტურისტისთვის და ასე შემდეგ ბევრ ქვეყნებს შორის არის რაღაც სასაზღვრო ზონები მაგრამ ესეთი არ არის აი ზუსტად ამას ესეთი არ არის გამიგეთ აი ეს უნდა გაიხსნას და ეს მაღალ დონეზე უნდა გადაწყდეს ისე კი არ არის ჩვენ ვამბობთ ეს არ არის მარტო აი არქიტექტურულ სკულპტურული კომპოზიცია და დრო ერთი რამე ვიცით იმიტომ რომ ეს იდეა როგორც ასეთი არ არის ისეთი რომ მოკვდეს
და კიდე ერთი რამე, იმ იდეოლოგიის გარდა ეს ისე არის გაკეთებული, როგორც ძალიან საინტერესო არქიტექტურული, კონსტრუქტიული და ქანდაკების მეთოდებით შესრულებული ობიექტი რა. ეს არის ყველაზე მთავარი იდეოლოგიები კვდება, რაღაცა ხდება, მაგრამ აი ის თავარი აი ეს კომპოზიცია არის, აი ეს იდეა არის, რომელიც უკვდავია, ყველაფერი ხდება, რომელიც უკვდავია საერთოდ. გარდა ამ ძალიან აქტუალური საკითხებისა, რაზეც ჩვენ ვსჯელობ, თვითონ ეს მემორიალი, როგორც არქიტექტურული, კონსტრუქტიული, სკულპტურული კომპოზიცია არის იმის ღირსი, რომ არ დაიკარგოს ისე, როგორც ახლა არის დაკარგული.